ქართულ ბანკის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში ქართულ ბანკის გაკოტრების საქმეზე ბანკის მიერ შეტანილი სარჩელი განიხილება, რომელიც უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ეხება. სასამართლომ ამავე საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები უკვე დაკითხა, რომლებიც გირაოს თავდებით არიან გათავისუფლებულნი. იუსტიციის ყოფილ მინისტრს კი დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსარჩელი მხარე ამჯერად აღნიშნულ საქმეში ქვეყნის პირველი პირის მონაწილეობის დამტკიცებას ითხოვს. ზვიად ხუჯაძე ესაუბრა ბანკის პრეზიდენტს, ზვიად კონკრეტულად რას ითხოვს სასამართლოსგან ნოდარ ჯავახიშვილი. დიახ, ნოდარ ჯავახიშვილმა და ქართულ ბანკის ადვოკატებმა სულ რამდენიმე წუთია დატოვეს თulis საქალაქო სასამართლო. როგორც ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, მათ სარჩელი შეტანილი აქვს სასამართლოში პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და იმ უკანონო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე, რომელიც თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით არის გამოცემული და საქმე ეხება ბანკი ქართუს გაკოტრების სქემას, რომელიც თანახმადაც მეიჯარეები ბანკის ადამიანები, რომელსაც ბანკში იჯარით ჰქონდათ ქონება, იპოთეკით ჰქონდათ ქონება დატვირთული ბანკის გაკოტრების შემთხვევაში სიმბოლურ ლარად პრეზიდენტის განკარგულებით მათ ქონება უკან დაუბრუნდათ ერთ ლარად. სწორედ ამ საკითხს აპროტესტებს ბანკი ქართუ და მისი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა სასამართლოს შენობიდან, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომის განხილვა გადადო იმ მოტივით, რომ საქმეში მესამე მხარის ეკონომიკის სამინისტროს ჩართვა მოითხოვა. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ ნოდარ ჯავახიშვილისა და ბანკი ქართუს იურისტის დავით მატიკაშვილის კომენტარები. პრეზიდენტი პირდაპირ წავიდა დანაშაულებრივ კავშირზე, დანაშაულებრივ ასე ვთქვათ ელემენტებთან. თუმცა უფრო მეც გეტყვით, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს სქემა მთლიანად პრეზიდენტის მონაწილეობით არის შექმნილი და განხორციელებული. დღეს იყო პირველი სხდომა. სასამართლომ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომ მაქსიმალურად გაეწელა პროცესის მიმდინარეობა, რადგანაც ჩართო მესამე პირებად ეკონომიკის სამინისტრო და მოითხოვა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართვა, რომელთაც რეალურად გადაეცათ ეს ქონება საკუთრებაში. ხას უსმევ, რომ ქონება გადაეცათ ერთ ლარად, სასაცილო ფასად, იმთავითვე გასაგებია ამ გარიგების შინაარსი, მისი კანონსაწინააღმდეგო და მართლსაწინააღმდეგო ფორმა. როგორც ბანკი ქართუს ადვოკატები აცხადებენ, სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საქმის განხილვას. მე შეგახსენებთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არაერთი მაღალჩინოსანი დაიკითხა და არაერთი მათგანის პასუხისმგებლობის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა. მადლობა. ქართულ ბანკის სარჩელის შესახებ ზვიად ხუჯაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.